საბას, ბიჭებს, ინდისის პატიმრებს, ღიმილის ბიჭებს, ხნეობა, გამძლეობა, მხარდაჭერა, სოლიდარობა, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, თქვენ ხართ ჩვენი ბაირაღი. ჩვენ კი ხუთჯვრიანი დროშის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ აი თქვენაც გვანახეთ. თქვენაც დაგვანახეთ. თქვენ სიტყვებში, თქვენს გამოსვლებში, თქვენს განწყობებში, დამოკიდებულებებში, თუ როგორ იდეგით სასამართლოზე, როგორ ამხნევებდით მშობლებს, ამხნევებდით საზოგადოებას, ამხნევებთ ქართველებს და ეუბნებით, რომ ბიჭო 2 წელი კი არა 20 წელი ვიჯდებით. აი თქვენ გენაცვალეთ და თქვენ ხართ ძალიან მაგარი ბიჭები და ჩემთვის პატივია გიცნობდეთ თქვენ. და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია მოხდება და აღდგება დემოკრატია, აი თქვენ უნდა იყოთ პარლამენტშიც, თქვენ უნდა იყოთ ყველგან და თქვენ უნდა იყოთ სწორედ ის დამოკლეს მახვილი, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის თავს იქნება ჩამოკიდებული, იმიტომ რომ თქვენ ხართ სინდისის ხმა და ეს სინდისი საჭიროა ყველგან, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. ვიღაცა იტყვის, რომ აი რა საჭიროა, აი ეს ბიჭები უნდა იყვნენ მომავალი საქართველოს. და მათი ეშინიათ და აი ეს ბიჭები უნდა იყვნენ აი სინდისის ხმა პარლამენტში, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, ყველგან.